Ჩვენიერი ხედებით კიდე ხო? ეს ხედები გვახსოვს ამასობაში. აქედან რო ვიწყებდით ამასობაში კი ვიწყებთ რა. გრძელდება ყველაფერი და პირველი ეტაპი ჩვენი იყო ეს პატივცემული, მაგრამ ამასობაში ის მოიცდის, იმიტომ რომ ის კომფორტი არის და ფუფუნება როგორც ყოველთვის და აი პოზიციები ხო? კომპლექსურად ამასობაში შეგვიძლია უკვე თავმა თქვა რომ კომპლექსურად ხო? ფართების მშენებლობაში, თავის ელექტროფიკაციით, ჰიდროიზოლაციით, ფასადის მოპირკეთებით და კერამიკით, ხო, თვითონ პრინციპში გარეთ მოპირკეთებითაც, ხო, როგორც ყოველთვის პრინციპში, კაი გამოთქმა, მილასი პროცესი. შეგიძლიათ ხო მობრძანდეთ, აი, ორ კომპონენტიანი. ეს არაა ფიქცია, ორ კომპონენტიანი არმირებით, ხო? არავითარ მასალას რეკლამას არ გაუწევ და ფასადზე დათმუნება, ვიტრაჟები რა თქმა უნდა, სტეკლოპაკეტები და ფასადის დათმუნებული გვაქვს. აი, მზის კოლექტორები განლაგდება აი აქ, ხო, ბიოშო გვეშინია. ამასობაში ბოლო სართულზე საქვაბი არ შეიძლებაო, შეიძლება ყველაფერი. თუ კი ვიცით რას ვაკეთებთ. ამასობაში ჩვენ ვიცით რა ვიცი რას ვაკეთებთ. ამასობაში ნორმირებულად ეს საქვაბი იქნება და საქვაბის თავზე მეგონი კიდე დავამატებ. გათვლილი გვაქვს 10 ზის კოლექტორი, მაგრამ წარმოიდგინეთ რა ხელა მოხსნა გვექნება. ხო, რა ვიცი, ქვემოთან წინამორბედებს, რა ვიცი, ხო, რამდენი არის ამასობაში ფართი, მაგრამ ეთყობა ეკონომია, ხო, ეკონომია, რაციონალური არა. ესე იგი ბევრი გვაქვს და რა ვიცი. როცა გავიჭირდება მე ვიფიქრეთ ამაზე ალტერნატივაზეც. აი ჩვენიერი ხედები არის, ხო? ამასობაში და ვის მაგვირდებით მეგონი. საცხა აქეთა ვართ, ხო? გიორგი. ნუ, სას რო უმიზნებთ აი იქით, რაღაც მეგონი აი ხო, არა, იგი რა, ხო, იგი. კი ბატონო, იქაც აქედან პირაპირ პარალი გვექნება ხოლმე გავლებული. ფართზე, ხო? აღორციელებისა. ვიტრაჟები თურთ, ხო, თავისი აი სანეურე, ხო, ეგრეთ წოდებული ატლივებით და ელექტროფიკაციას, ხო? ელექტროფიკაციას როცა ამასობაში ეს სტანდარტის მიღებული არის, რატომაც არა, ხო? არ არის აუცილებელი ამასობაში ევროპული მოთხოვნილება იქნება თუ საბჭოური ამას მნიშვნელობა არ აქვს. თავარია ვიცოდეთ, ხო და ამასობაში აი ეს ჩვენ მემონტაჟემაც იცის რას აკეთებს, ხო? ჯერ ესეთი ოჩერკი ეგრეთ წოდებული კალიგრაფია, ხო? აი ეს არის. ამას ყოველთვის მოვითხოვ მე, სხვადასხვა ამასობაში, იმიტომ რომ კი ბატონო ეს დაიმალება არ გამოჩნდება ასე შემდეგ, მაგრამ არ მაინტერესებს, აი ესეთი უნდა იყოს, ხო? აი აგვირდებით, ხო? აი ასე ნორმებით 20 სტოპი ეგრეთ წოდებული 20 სტოპი უნდა იყოს კი ბატონო 25-30 სანტიმეტრი და არ უნდა გაატაროთ აი იქ როგორც აი აქ ზემოთ ჩამოსვები ყოველთვის ვერტიკალურად ხო ამასობაში ელექტროფიკაცია აქ არის კომპლექსურად ხო მიდგომა კიდე ჯერ ვიზახი და კომპლექსურად ჩავართ ქვემოთ ნელ-ნელა ამასობაში ამარსებულ ფარში გვასოს ხო უმეტეს ხო ძირითადად გვექნება იატაკის გათბობა აი სულ გვექნება იატაკის გათბობები და კომბინირებული ხო რა თქმა უნდა რადიატორები თურთ ვიტრაჟებში შენიშვნა მექნება, ხო? ვინაიდან სუსხონავთ იყო აღქმა, ან ხელა ეწოდებულ ზაზორებს არ უნდა ტოვებდეთ, ხო? რაცაა დაშვებული 2, მაქსიმუმ 3 სანტიმეტრი უნდა იყოს დატოვებული, უნდა იყოს მჭიდროდ იმის რომ ამას ეს კაპით უნდა ამოივსოს. ამასობაში, ხო? ის რაცაა უკვე, ხო? არა და კაპის პაროდიაზე არ ვიზახი მე. ორ კომპონენტიანი სამონტაჟო კაპის ერთი ბალონის ღირებულება, სადაც 30 ლარამდე არის და ამასობაში არაფერი არ გვიტოვია, რატო, ხო? როცა შეგვიძლია ეს ფასადს მოვარგოთ, გამოწეულიც უნდა იყოს და აქედან შემოსვლა გათვალისწინებული უნდა იყოს. დაიფარება ეს არსებული ფორი და აქედანაც უნდა იყოს ამოსებული. არ უნდა რჩებოდეს ამ ხელა ხო? მე რო შევძვრები აი აქ ამ ხელა ეგრეთ წოდებული ზაზორები. ხო? ფასადზე წინა მხარეს არის გაკეთებული ეგრეთ წოდებული მიუნხენი, ხო? და წინა მხრიდან გვაქვს ქვა გაკეთებული. აი ესეთი სახით არის ხოლმე ყოველთვის განხორციელებული და ჩვენ წარმოიდგინეთ, ხო? აი არსებული, ხო? კი ბატონო, აი ეს მიმართულება ყოველთვის ხო ელექტროფიკაცია ამასობაში აი ესეთი ხო სტანდარტებით, როცა ადამიანმა უკვე ვიცით, რას ვაკეთებ და რატო ვაკეთებ და სად რა უნდა იყოს დამონტაჟებული. აი, საერთო კომუნიკაციები და ყველაფერი ჩადის ქვემოთ, საერთო ეგრეთ წოდებული გამანაწილებელი ფარეხი, ელექტროფარეხი იქნება სულ ქვემოთ. ვიტრაჟებში ზამთრის პროცესამდე იმედია უკვე ჩვენ შემოვართ არსებულ ფარში და სტეკლოპაკეტებითაც ამოიგულება სწორი მიდგომაა. კი ბატონო, რაციონალური მიდგომა, როცა ფასადს მოვითავებთ, ზამთარში არის შენითა სამუშაოების, რა ვიცი, ხო, ეგრეთ წოდებული სფერო მიმართულება, ხო, შვერიერი მიმართულება, რა თქმა უნდა, ზამთარში ჩვენ ხელში იქნება, როცა გალესილი კედლები დაგხვდება და ჩვენი სტიქია უკვე დაიწყება აქედან. აი ესე ვიძახი, ხო, წარმოიდგინეთ ჭერში, ხო, აი ტერმინოლოგია. პატივცემული ხო ვისაც დაჭირდება იმან ამასობაში შეკითხვა იყო და ვისაც დაჭირდება იმან გააკეთოს აი ეს სამაგრები აი ვაკურდებით ხო როგორია გახორციელებული ადამიანი როცა კიდებს ხერს ამას ყოველთვის მოვითხოვ მე ხო ამასობაში აი ამის სახით აი ეს რო არ იყოს იმას არ ჩავიბარებს სამუშაოზე რასაც არ ჩავიბარებ იმას რა თქმა უნდა არც დამკვეთი არ ჩაიბარებს აი ესეთი სახით უნდა იყოს განხორციელებული ჩაკოპწკიალებული აი ესე ვიტყოდი მე ხო აი ლამაზად და კოხტად ყველაფერი გათვლითი ვინაიდან პროექტი და თავის მოფხანით თავის მომხანით არაფერი არ გამოვა. აი ეს კომუნიკაციები ზუსტად უკვე გათვლებითაა. ამასობაში ყველაფერი უკვე არის აი აქ ჩამოყალიბებული არსებულ პროექტში.
რა დარჩა? პირველი სართული, აქედან შემოსული. ეს არის უკვე ქვემოთა სართული, კუთხის ვიტრაჟი, კი ბატონო, ორი მხრიანი კუთხის ვიტრაჟი გვექნება, ამ შემთხვევაში დაშვებული ერთი წალი უკვე ფიქსირებული, მეორე სლაიდური, ისიც ფიქსირებული. არ არის აუცილებელი აქეთ-იქით ვატაროთ, ამასობაში არც ეს და არც ის, ვინაიდან ის ერთი საკმარისი არის, ვინაიდან ძირითადად ყველა საძინებლებში გვექნება ეგრეთ წოდებული რეკუპირატორები. აი ესეთი სახით, ხო, კიდევ ჯერ ვიძახი, კომპლექსურად ელექტროფიკაცია, ფასადი კრომგრანიტი, ჰიდროიზოლაცია, კომპლექსურად გათბობის სისტემები, წყალმარაგება, განალიზაცია. ხო, აი ესეთი სახით ჩაგბარდებათ საომალო დამკვეთებს, კეთილინებით, რა ვიცი, კეთილინებით რატოღაც თქვენი არჩევანი იქნება და მეგონი, თქვენი თვითონაც ხედავთ, ხო? რა ხდება, როგორ ხდება და რატომ ხდება. ყველაფერი არის გათვლილი, ყველაფერი არის ჩამოყალიბებული. ხო, ესე ჩამოვით ნელა, ამ სართულიდანაც შეგახედებთ, ხო? აი ფასადის მოპირკეთება ესეთი სახით, კი ბატონო, აქედან მიუხენი და აქაც აქედან მხრიდანაც გვექნება მიუხენი დათფუნებით, ვინაიდან კლიმატური ზონა მივხვდით, ხო, სად ვიმყოფებით. ხო, დალოცული კი არის ხედები. დალოცული ხედები. ეს უკვე სუფთა პირველი სართული ქვემოთ აგვაქვს, ანუ ამ შემთხვევაში შემოსვლით კი ბატონო ეს იქნება პირველი სართული და მინუს სართული კიდე ქვემოთ. ეს იქნება ცენტრალური შემოსასვლელი და გვექნება აი ესეთი სახით უკვე იქ ზემოთ არას დავინახეთ. განაწილება იქნება აქეთ უკანა კედელზეც არა, აი აქედან კიდე ჩავალთ სუქვემოთ გვექნება ეგრეთ წოდებული ელექტროგამანაწილებელი ფარეხი. აი ესეთი სახით მაგისტრალები ორს უნდა იყოს სტანდარტულად გამოსული და აქ არ გაიჭრება ეგრეთ წოდებული უკვე ფილა იატაკის გათბობისთვის. ხო, და ესეთი ასეთ ქვემოდან, ხო? ბევრს მიჩვეული ვარ. ზემოდან ჩამოსვლები არაფერი არ შესრულა, როცა ქვემოდანაც შევდივართ. დაცული ეგრეთ წოდებული საკაბელო, ხო, კაბელით უბრალოდ კი ბატონო სადენით. ესეთი სახით, რატომაც არა. დაშვებულია და იატაკის გათბობაზე არ შეგვიშლის, ვინაიდან საფენი აი არსებულ ამ სიმაღლეს გადაფარავს. ხო, ერთადერთი ეს ნაპრევების მოშორება დაგჭირდება. კი, ყველა ვარიანტში ვინაიდან ესეთი სახით არ მიიღება. ესენი ყველაფერი უნდა აიშალოს. სულთა პირველი სართული შემოსვა და ამასობაში გვექნება უკვე ეს მინუს სართული. გვექნება არა არის. ხო, მინუს სართულში და ეს ზუსტად ელექტროგამანაწილებელი. დაფა გვექნება უკანა მხრიდან, ხო? დავით. ასეა. так, აი აქ თან მხრიდან გვექნება აღაშოვალი სიგნალებში ელექტრო დაფა. ჩართე და ეს უკვე ესეც სლაიდური კი ბატონო, საიდანაც უკვე დასასვენებელი ზონა. და გავდივართ აუზისკენ. იგივე სლაიდური, ვინაიდან უკვე გავდივართ, ხო? უკვე ეგრეთ წოდებულ კომფორტულ ზონაში და კომფორტულ ზონაზე. აი აქეთ მხარეს გვექნება კი ბატონო, აი ეს პატიცემული, აი აქ იქნება ჩამოსული. ერთი მხარე, ზუსტად იქიდან ჩამოსული მთლიანად და ელექტროგამანაწილებელი ფარეხი იქნება ცალკე განსაკუთრებული. როგორც საჭიროა ისე. და ბოლოს გავალთ როგორც იქნება მერე. ხო, დამკვაში რო იდახიან. როგორც იტყვიან, ამასობაში უკვე აუზე ფუფუნებაში. ხო? როგორც ყოველთვის ჩემი ტერმინოლოგიებით აუზი ფუფუნებაა, თუ არ გვინდა ტაშტი არსებობს ამისთვის. ამიტომ ამ შესაბამისობაში სწორედ მშვენიერი დიზაინია, ხო, მოუხდა სხვადასხვა კუთხოვანი, ეგრეთ წოდებული უკვე ჯუზებით ქვემოთა განლაგება გექნება, გადამდინარე ამასობაში რაკაც. რა ვიცი, ესეც ჩემი მოგონება რა არა, პრინციპში ფანტაზიები ყოველთვის უნდა იყოს აქტუალური და რატომაც არა, ხო, ცხაურის. ხო? ცხაურის 1 ვაგონური მეტრა შესაბამის ფასით და რატომაც არა, ხო, ამოვიდა წყალი და გადავიდა უკვე იქ. ხო, საფილტრაციო აი სადაც გავარ, ჩემს ქვეშაა. აქედან შევავკ მთავარი დამაკავშირებელი მაგისტრალი და უბრალოდ მოხდება განხორციელდება წყლის გაცვლა. მეტი არაფერი, ფილტრაცია და გაცვლა გჭირდება აქ. ქვემოთ ეგრეთ წოდებული ფარსონკები და კიბის უჯრედი არ იყოს გაჩერებული იქიდანაც. ხო, მშვენიერი, ხო? მოცულობითაც, ზომებითაც ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ყველა სანტიმეტრს გამოვეკიდეთ აი აქ, ვინაიდან ხო, რო არ გამოკიდებულიყავით, ხო, ეს ბჭყალაში გექნებოდა რაღაც მეტა-40. მეწვრეთ მეტა-40 მოსაწყენი არის. აუზისთვის სიმაღლე როცა მით უმეტეს გვაქვს ეგრეთ წოდებული რომაული კიბეები. ხო, აი ესეთი სახით პროცესებში ვართ ჯერჯერობით, ხო, აგვიდებით, ხო, არსებული მშვენიერი ფართიერი და განლაგებას ძალიან მაგარი არის დიზაინითაც, არქიტექტურას, ხო, აი ეს მხარეები უკვე არის მიუხენით, დათფუნება და წინა მხარე არის ქვით. ჩართული, რა ქვიას, ხო, აი მოპირკეთება, ხო, დეკორატიული ეგრეთ წოდებული ქვით. ხო, ჯერჯერობით როგორც ყოველთვის, ხო, აი იქიდან
ბოროს იქნება ხო როგორც ვიზახ ხოლმე ხო აი იქიდან უკვე მრგვალი მაგიდიდან ხო ამასობაში უკვე ესეთ პეიზაჟებზე უკვე იქნება ქართული ტრადიციული როგორც ყოველთვის როგორც ყოველთვის ჯეჯობით კეთილი და პატიოსანი სახურავის გიდროიზოლაცია ორ კომპონენტიანი თან არმირებით და რა ის უბრალოდ უსმენთ ზემოდან ესეთი სახით ამოსვლებია აქ აუცილებლად კანტებში არის ნაგულისხმები რომ იყოს ეგრეთ წოდებული ჩაშა ქვია ამას კი ბატონო ჰერმეტიზაცია სხვანაირად არ კეთდება აი განლაგდება ჩვენი მზის კოლექტორები